49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლება მოსილება შეუწყდა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი მათივე მოთხოვნა გახდა. მართველი გუნდის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაახმოვანა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მხრიდან სადეპუტატო მანდატით შანტაჟზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. არ შეიძლება მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია პირველი იჩენდეს უპატივცემულობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, მეორე ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დაუშვით, როგორც წინა შემთხვევაში ეს გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ, იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა შანსი, რომ მათ საკუთარი ამორჩევლის ნება წარმოედგინათ, შეეცადა რადიკალური ოპოზიცია, ეს ექცია პრეცედენტად, ამას ვერ დაუშვეთ ჩვენ ქართული ხალხის სახელით, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით. უმანდატოდ დარჩენილი ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და პარლამენტში შესვლას ისედაც არ აპირებდნენ. ერთადერთი, ვისაც უფლება მოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს და მანდატებსაც ინარჩუნებს გიორგი გახარიას პარტია. ჩვენ ამის ფუფუნებას არ მივცემთ, რომ დავწეროთ განცხადება და მათ მივცეთ, ეს თქვა, ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერონ, თუ უნდა შეაჩერონ, მიიღონ თვითონ გადაწყვეტილება ჩვენ დახმარების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ახლა პოლიტიკურ პროდასალურ ფლანგზე დიდი ერთიანობის დროა, ნებისმიერი ხელი შეშლა ასეთი ერთიანობისთვის ხელს უწყობს ქართულ ოცნებას. ჩვენ როდესაც მიმართეთ მათ, ჩვენ მაშინ შევწყვიტეთ მანდატები ჩვენთვის. ამიტომ ეს სიახლე არ არის და რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მანდატები შეგვიწყდა, რა ძალიან კარგია, ჩვენ ამას ვითხოვდით. ნამდვილად დროული იყო, რომ შეეწყვეტენ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს, არის არალეგიტიმური და არ ვაპირებთ ამ პარლამენტის შესვლას. მართველ გუნდში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპონენტებისთვის მიცემულ შანსს იხსენებენ და განმარტავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან იგივე სცენარით სპეკულირების მცდელობას წერტილი მიღებული გადაწყვეტილებით დაუსვეს. გათვალისწინებული იქნა ის გამოცდილება, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული, მაშინაც გახსოვთ თქვენ იგივე სცენარით წავიდა პროცესები, თუმცა მაშინ მათ ეს საკითხი გამოიყენეს შანტაჟისთვის, პოლიტიკური ვაჭრობისთვის, ამიტომ ეს პრეცედენტი რომ აღარ დაშვებულიყო, მათ საკმაოდ მეტი დრო ქონათ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის, რადგან ასეთია მათი პოლიტიკური ნება, ბუნებრივია იგივე არის ჩვენი პოლიტიკური ნება. პირველ რიგში კარგად ჩანს საზოგადოებისთვის, თუ რეალურად რა ნეგატიურ ძალასთან, რადიკალ ოპოზიციასთან ქონდა ჩვენ საზოგადოებას და აქვს საზოგადოებას საქმე, როდესაც იმ ნდობასაც კი ვერ ამართლებენ, რაც მცირე ჯგუფმა, მაგრამ მაინც მხარდამჭერებმა მათ გამოუცხადეს. ისე როგორც 2020 წელს სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიციას პარლამენტში შესასვლელად დრო მისცა. თუმცა მთავრობის მეთაურის განმარტებით მათ გონივრული ვადა არ გამოიყენეს და საბოტაჟი გააგრძელეს, რასაც მმართველმა პარტიამ უალტერნატივო გადაწყვეტილებით უპასუხა. დაახლოებით 2 თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის, უბრალოდ ეს რომ მივეცით არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, გრეცებულ deep states, გლობალურ ომის პარტიას, თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მართულ გუნდს არ ქონა არავითარი სხვა ალტერნატივა, არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 წლის წინ და რასაც ხედავდით ასევე ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველოს წევრებმა მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ნოემბერში მიმართეს. გამონაკლისია გიორგი გახარიას პარტია, რომელსაც 12 საპარლამენტო მანდატი არ ეთმობა.